გამარჯობა ვიქტორ, მართლა კი ამ მომენტში რას ფიქრობ AI-ზე და შენი აზრით მომავალი უფრო კარგი იქნება AI-ით თუ AI-ის გარეშე? Adloba მეგობარო. AI ახლა ჩვენთვის არის ძალიან დიდი გამოწვევა და ცხოვრების სტილის შეცვლა. და AI-ის გამოგონება და ასე ხელმისაწვდომობა ყველასთვის ყველაზე დიდი ცხოვრებისეული ცვლილებაა ერთ-ერთი ბოლოს რაც კი მომხდარა. ან საერთოდ რაც კი მომხდარა. მაგალითად, როცა ინდუსტრიალიზაცია ხდებოდა და ქარხნები შეიქმნა პირველად, მაგალითად ტანსაცმლის წარმოებელი ქარხანა, სამკერვალო თუ რაც არის. რომ ადამიანები მანამდე სათითაოდ თითო ტანსაცმელს აკეთებდნენ და მერე უცებ ქარხანა შეიქმნა. ან ეგრე ყველა სხვა რაღაცის რასაც ვიყენებთ. ან ძალიან დიდი განვითარება იყო კიდე როცა დენი შეიქმნა. წარმოიდგინეთ, ჩვენ ვცხოვრობდით ახლა პერიოდში, როცა დენი იქნება და ვიღაცებს აქვს ძალიან ცოტა ადამიანს და ფიქრობდეთ, რომ აი დენი რა იყოს ყველა სახლში. ან დენზე რომ მუშაობდეს, რავი, სხვადასხვა რაღაცეები. საერთოდ მანქანას რო წარმოიდგინენ, რომ ჯერ არ არსებობს, მაგრამ იცი რომ თეორიულად შესაძლებელია. ცხელი წყალი სახლში სულ გათბობა. აი რამდენი რაღაცაა დენის არსებობასთან ჩაბმული. დენით დედამიწა და დენის გარეშე თითქმის სხვადასხვა პლანეტა. ეგრე კიდე ყველაზე დიდ გარდატეხად ადამიანების ცხოვრებაში ითვლება ინტერნეტის შექმნა. ადამიანი ინტერნეტის და ადამიანი ინტერნეტის გარეშე არის სხვადასხვა სამყარო საერთოდ. AI-ის შექმნაც არის მართლა პროგრესი. უბრალოდ ჩვენ ვინც უკვე დასრული ადამიანები ვართ და AI ახლა იქნება ჩვენთვის ეგ არის ძალიან უცხო და თითქოს საშიშვი და ბუნდოვანი, მაგრამ ბავშვები ვინც ახლა თოთოები არიან ან მომავალში დაიბადებიან, იმათთვის AI-ისთან ერთად ცხოვრება ისეთივე ბუნებრივი იქნება, როგორც ჩვენთვის იყო დენით ცხოვრება.